დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გლობალური მოქალაქეობის განათლების შესახებ საერთო სასკოლო მიდგომის თვალსაზრისით. გაგახსენებთ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ რამდენჯერმე და ვაღვნიშნეთ, რომ გლობალური მოქალაქეობის განათლება არ გახლავთ ცალკე საგანი და ის უნდა იყოს ინტეგრირებული სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებსა და პროგრამებში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ მასწავლებლები იქნებიან ჩართულები და მხოლოდ მათ მოეთხოვებათ ამ მიმართულებით თავიანთი აქტივობების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური მოქალაქეობის განათლების სწავლებაში ჩართული იყოს და ეს სწავლება მიმდინარეობდეს საერთო სასკოლო მიდგომით. რას ნიშნავს ახლა ეს საერთო სასკოლო მიდგომა? იგი მოიცავს სკოლის პერსონალის ყველა წარმომადგენლის, იქნება ეს მასწავლებელი, მოსწავლეები, ადმინისტრაცია, სხვადასხვა საზოგადოებრივი პარტნიორები თუ ასე შემდეგ, ყველა იმ ორგანიზაციის თუ პიროვნების ჩართვას, რომელიც მეტნაკლებად უკავშირდება სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სასკოლო მიდგომის მიზანი ისე იყოს ფორმირებული, რომ ყველა ადამიანმა და ყველა დაინტერესებულმა პირმა აი ამ სწავლების პროცესში და ამ სასწავლო გარემოში თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაფასებულად. მათი შესაძლებლობების შეზღუდული, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინება ხდებოდეს, ასევე აუცილებლად უნდა იყოს ყურადსაღები ამ პროცესში ჩართული იმ ადამიანების ისეთი ასპექტები, როგორიც არის თქვა განსხვავებული ენა, განსხვავებული კულტურული წარმომავლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა თუ ასაკი, აი ეს ასპექტები იყოს ამ საერთო სასკოლო მიდგომაში ჩართული და გათვალისწინებული. წარმოგიდგენთ სქემას, რომელზეც ხედავთ თქვენ ყველა იმ რგოლს, რომელიც საერთო სასკოლო მიდგომის ელემენტს წარმოადგენს. ეს გახლავთ სკოლის ადმინისტრაცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი და მონიტორინგის ჩამტარებელი და ასევე ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ეს გახლავთ მეორე რგოლი, სადაც მასწავლებლების როლი არის ძალიან განუსაზღვრელი და დიდი, ეს გახლავთ სწავლებისა და განათლების მხარე. შემდგომი რგოლი ეს გახლავთ საშუალებები და მოქმედებები, ანუ აი რაზეც აქამდე საუბრობდით, ეს არის იგივე ტრანსფორმაციული სწავლების მიდგომები, მეთოდები და ასე შემდეგ. და ბოლო მეოთხე ელემენტია აი ამ სქემის გახლავთ საზოგადოების წარმომადგენლები და მათ შორის მშობლები, იმიტომ რომ მათ გარეშე და მათ ჩართულობის გარეშე გლობალური მოქალაქეობის განათლების მიზნების მიღწევა გართულდება ნამდვილად. და რა მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთ მიდგომას, რომელსაც ქვია საერთო სასკოლო მიდგომა, იმიტომ რომ სწავლების ხელშეწყობის მრავალი მიმართულებით მათ შორის გლობალური მოქალაქეობის, ადამიანის უფლებების, ინკლუზიის, ტოლერანტული გარემოს, სოციალური სამართლიანობის, მდგრადობის და ჯანდაცვის სფეროში ასეთ მიდგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას ამბობს იუნესკო და მის დოკუმენტებში შეგიძლიათ ამ მიდგომას უფრო დაწვრილებით გაეცნოთ 2017 წლის ანგარიში აქვს ეს წარმოდგენილი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო სასკოლო მიდგომა წარმოადგენს მთავარ სტრატეგიას სკოლებისათვის, რათა მათ სრულად გააცნობიერონ, სრულად გაითავისონ გლობალური მოქალაქეობის განათლების დადებითი ეფექტი და ასევე მდგრადი ზემოქმედება.